საქართველოს საერთოდ ბოჭავს. მე საქართველოში არასდროს არ მაღიარებდნენო. ჩემი შემოქმედება არის ჩემი ცხოვრება. აი თამადა გახდებოდა იამხელა. ბოლოს როდის დაცინე შენ თავს? დაცასო, ვადრაკებ. ძალიან მაკომპლექსებს ამ ეტაპზე ჩემი წონა. Not sexy რა. იმდენი კონცერტი იყო, რომ ეს უკვე ალკოჰოლიზმში გადადიოდა და თამადა სომს 24 და ნახე ეს ლოთი ყოფილი. სვიზი აზრი განერვებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს არ უღრმავდები. აი მარტივად სვამ ძალიან რთულ კითხვას. მოვდუმდეთ დავიწყოთ პირველად. სანამ შენთან მოვიდოდი, მაინტერესებდა პირველად როდის მოგწერე ინტერვიუს თაობაზე. შენი აზრით რამდენი ხნის წინ გქონდა პირველი დიალოგი? წარმოგიდგენა არ მოგხსოვს. 2022-ში. 2022-ში. კი. ჩემ პიკში. კი. და აი რა გახსენდება 2022-ზე როგორი იყო მაშინ ლაშა და ცალკე თამადა მაშინ და როგორია ახლა? მაშინ თითქმის ლაშა აღარ არსებობდა. და ეხლა ლაშას კონტურები გამოისახა და თან ვარსებობთ უკვე თამადასთან ერთად 2022-ში ზუსტად მახსოვს რომ მარტო თამადა მოახდინა ოკუპაცია ჩემი პერსონალის საერთოდ. ერთ-ერთი ეს ტკინეულად მახსოვს შეხოთაშორის ეს არ არის რაღაცა რომანტიზმი აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ტკინეულია, როდესაც ერთი ხრება და მეორე მოდის და ყლაპავს მეორეს, იმიტომ რომ ის ნაღდ რაღაცებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მეგობრებთან კარგავ. თუმცა კარიერა მიდის მაგრად. შენ თქვი ერთხელ რომ ლაშა დაიკარგაო. ზუსტად ეს მეუბნები. რას ფიქრობ აი ამ ეტაპზე, აი რასაც საკვირტები შენს თავს თამადას, რამდენად გულწრფელია თამადა ლაშასთან? აი ის სურვილები რაც ქონდა ლაშას განხორციელდა? კი. თამადა არის საუკეთესო მეგობარი ლაშასი ამ წუთას, იმიტომ რომ ლაშას თუ რამე კომფორტი აქვს ცხოვრებაში, თამადის დამსახურებით. და 22-ში რატომ იყო დაკარგული ლაშა? რატომ ვერ დამეგობრდნენ? ზრო სწრაფად მოხდა თამადის გაპოპულარულება, უცებ მორჩა შემდეგ ეს კოვიდი და დაიწყო რაღაც აურაცხელი რაოდენობის კონცერტები და უდიდესი ყურადღება, რა ყურადღებაც არასოდეს არ მქონია მე. ამიტომ ლაშა ამ ყურადღებას ვერ გაუძლებდა, რაღაცა უნდა გადაეკრა. რაღაცა კედელი ჭირდებოდა და ეს როგორც მიზეზი, ასევე კედელად თამადა გამოდგა და ეს თამადა ტიპია რა. მეორე მე არის, სხვა არ არის, გამოგონილი არ არის, ჩემგან არის ასევე. მოდ რაღაცად მოიცვა მთლიანად, ვენომინვით მიზის შიგნით და ხანდახან გამოდის ახლა და მაშინ ეს ვენომი იყო რა. მარველის ფანიც ყოფილიყოს. რას ფიქრობ შეხოთაშორის თამადა მარველისის იქნებოდა წევრი? ჩვენ მქონდა იდეა საერთოდ სუპერ გმირი თამადის რაღაცა მეუნებოდნენ, რომ აი რომ ის ყანწებს ისვრისო და რაღაცა და შემდეგ უკვე მივხვდი რომ ამ იდეა არსებობის უფლება არ ქონდა. თამადა რომ ჩამოყალიბებულიყო, დაგჭირდა ემიგრაციაში წასვლა. მაგისტრის არ წავსვარ ემიგრაციაში იყავით და იქ ჩამოყალიბდა და შემდეგ თქვი რომ ეს საჭირო ყოფილა ემიგრაციაში წასვლა, რომ თამადა შედგენილიყო, რადგან ემიგრაცია რომ არა, თამადა ვერ იქნებოდა. ხო, ვერ გავბედავდი უბრალოდ. მე იმ რაღაცა იმ წრეში ვეკუთვნოდი, რომელიც იმაზე მეტად პრო-ვესტერნული იყო, ვიდრე საჭიროა. და თამადა ზუსტად ის არის, რომ ვესტერნულობა შენ ეს არ არის მთავარი, რაც გაგანვითარებს შენ. ანუ საქართველო არ არის მარტო ვესტერნი, ასევე არის. იმდენად არის ვესტერნი, როგორც ის. და ამიტომ მაგას მივხვდი უკვე ბერლინში. აქ მე ვერ გავბედავდი, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც მე ახლა ვაკეთებ მუსიკალურად და რასაც მე ვიყენებ, რა ხასიათსაც ვიყენებ მე, რა პერსონაჟსაც. ეს ყველაფერი ასე თუ ისე მაინც გაქრინჯავდა აკაურობას
და არავინ არ მომცემდა იმის უფლებას, რომ ამაში თავისუფლად მეგრძნო თავი და მეც არ ვარ ისეთ ძლიერი, ყველგან მithქვამს, რომ რაღაცა ისეთ ძლიერი პერსონა არ მაქვს, რომ რაღაც ისეთი ტრენდსეტერი ვიყო, რომ იმას ვერაფერი ვინ ვერ ავნოს. ამიტომ იქ რო ვიყავი, მე სხვაგან რო ვიყავი და დაშორებული აი ამ წნეხთა, რა წნეხიც აქ არის ყოველთვის. საერთოდ ურთიერთობაში საქართველოში. გავთავისუფლდი რაღაცნაირად და დამავიწყდა კიდეც და ეს დავიწყება იყო მთავარი ძალა. ბერკეტი რაღაცნაირად და იარაღი რითიც გავაკეთე ეს. და დღემდე მაგან მე გამაძლიერა და დღემდე რაღაცა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი, ვიდრე თამადას გავაკეთე. რას ფიქრობ, რასთან არის ეს დაკავშირებული, რომ საქართველოში კონკრეტულად შენზე არ ვამბობ, სხვა მაგალითებიც არის. მაგალითად, გიული ჩოხელს რომ ვესაუბრებოდი, მითხრა, რომ მე საქართველოში არასდროს არ მაღიარებდნენ, სანამ არ წავედიო და მაგალითად საზღვარგარეთ თუნდაც აი მოსკოვშიც უფრო წარმატებული და აღიარებული ვიყავიო. შემდეგ კიდევ ერთი кейსი არის ალექსანდრე ზაზარაშვილი, ბავშვი, რომელიც დაიწუნეს საქართველოში ერთ-ერთ პროექტზე და შემდეგ წავიდა უკრაინის Voice-ის გამარჯვებული გახდა და ძალიან წარმატებულია, დღეს ამერიკაში მოღვაწეობს აი ბავშვი და ასე შემდეგ. აი საქართველო რატომღაც ბოჭავს წარმატებას და პოპულარობას. წარმატებას არ ბოჭავს. წარმატებას არ ბოჭავს. მე სხვანაირ ფორმულირებას ვიტყოდი მანდ. საქართველოს საერთოდ ბოჭავს. და იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვარ, ყველას ვიცნობთ, რაღაც იდეოლოგიები უცებ ვრცელდება, იყოფა სხვადასხვა ბუშტებად აქაურობა. და შემდეგ უკვე მეტი დაცინვა და ანუ რაღაცა უფრო მეტი ეს არის, რომ მეტი პასუხისმგებლობების ჩამოკიდება ერთმანეთზე, ვიდრე ადამიანს შეუძლია ის ოჯახიდან დაიწყება ეს ყველაფერი მოთხოვნა ბავშვზე, რომ შენ ყველაზე კარგი უნდა იყო. ამას ძალიან პატარა ასაკიდან ეუბნებიან, სრულიად დაუმსახურებლად. საერთოდ არისტოკრატული ოჯახებიც კი აღარ აკეთებენ მაგას, საქართველოში როგორც ბავშვებს ზრდიან ახლაც. არ არის ეს, რომ ვიღაცა დაბლოკა, რომ ის ცოტა კლანური სახელმწიფოც ვართ. ამ კლანურობას ჩვენ ვერ გავწდით. კლანურობაში გულისხმობ ესე ნეპოტიზმი საიდანაც მოდის ის. მე არ ვიცი კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ ვიცი ის ბავშვი რატო დაიწუნა, შეიძლება მართლა ვერ დაუკრა იმ მომენტში, ან ვერ იმღერა, ხა ისე როგორც უნდა იმღერა. და ეს იყო мотивация და мотиваტორი იმის, რომ წასულიყო და იქ სადღაც უკეთ ეკნა, როგორც შემთხვევაში, მაგრამ იცი რა არის, პირველ რიგში მუსიკოსმა ჩემი აზრით ქალბატონ გიორგი ჩოხელს არაფერს შენიშნაზე არ მოაწყო შემთხვევაში, უბრალოდ რაღაც აღიარების მოთხოვნილება რო გაქვს აქ სადღაც შეცდომა არის ჩემი აზრით უკვე დაშვებული შენ თავთან, რომ რატო არ მაღიარებენ ეს არ ხდები საინტერესო ჩემი აზრით რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც უნდა შენი მოსმენა რო ეუბნები და აი მე არ მაღიარებენ ეს სასოწარკვეთა not sexy რა. აღიარება ხო პირდაპირ არის დაკავშირებული ასევე წარმატებასთან. ამ როდესაც წარმატებული ხარ და პოპულარული ხარ, აღიარებული ხარ როგორც ცნობადი პერსონა მაგალითად, ხო? და შენს მუსიკას რადიოზე უსმენენ, გეპატიჟებიან კონცერტებზე, შოუებზე და ასე შემდეგ. ალბათ მაგას გულისხმობ და ხო. კი, აღიარება ალბათ მე დარწმუნებული ვარ მაგას როგორც ხომ, მაგრამ სხვა მუსიკოსების მინახავს, რომელიც რაღაც აღიარებას ეს რაღაც სიტყვა აღიარებას ისე ატრიალებენ გაუგებრად. შენ ზეთ აღიარებული ხარ შენ ამ ეტაპზე? მე ამ წუთას ჩემი პროექტი მგონია წარმატებული. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ისის. ეს უკვე მაგარია. კონცერტზე დადის ხალხი. ბევრი ნახვები აქ. ქუჩაში მივდივარ, დიდ სიყვარულს გრძნობ. ბავშვები მოდიან ძალიან პატარები და თავ-თოვლის ბაბუასავით მიყურებენ და ფოტოებს იღებენ და მთხოვენ. ეს არ არსებობს რომელიმე როგორც შეიძლება არ ჩავთვალო თავი წარმატებულად ამ სიტუაციაში. ჩემი მთავარი კითხვა რაც არის თამადეს პროექტის შესახებ, მაინტერესებს არ ნერვიულობდი ადგილობრივ საზოგადოების აზრზე, როდესაც შექმენი და წარადგინე თამადა. რას გულისხმობ? ზოგადად თამადა ქართულ კულტურაში ძალიან ისეთი პიროვნებაა, ძალიან დაფასებული, ძალიან პატივს სცემენ და ისეთ თუ თამადა ხარ ეს სერიოზული ადამიანი ხარ და რაც და ანუ უცებ იჩითება პოზიტიური, ნახევრად შიშველი ადამიანი, რომელიც დახსოვს, აი თამადა ვარ მე და
უყვება თავის სიმღერების მეშვეობით ხალხს ქართულ კულტურაზე. აღარ ამეშინოდა, მაგრამ ეს რაღაცა უშიშრობის მანტია მქონდა მე გადაფარებული, იმიტომ რომ ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ჩამახედა სიკვდილზე თვალებში, ჩემი ოპერაციები ისინი და მე უკვე რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ ეს შიშები გაქრა თუ ეს არ გამქრალა შინაგანად, მაგრამ ეს მანტია უშიშრობის გადავიფარე. და ეს რაღაცა ცოტა ნერვოტული იყო ეს ყველაფერი. არა, ესე რომ გეკითხა მაგ მომენტში, არავის აზრი არ მაინტერესებდა. მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ძალისხმევა მიჯდებოდა, რომ არავის აზრი არ გამეთვალისწინებინა. როგორ გადადგეს ამ ბიჭი, იმიტომ რომ ხო, ფსიქოლოგიური მომენტი დაემთხვა ძალიან სწორი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სასოწარკვეთა და გამარჯვება ერთდროულად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ გავიმარჯვე ძალიან ფატალურ შედეგზე და გადავრჩი და მეორეც ამან მიმიყვანა იქამდე, რომ რაღაცეები საკუთარ თავზე მეტი და მეტი მივხვდი. და ბევრ სიმართლეს რაღაცა ეგზისტენციალურად ჩავხედე თვალებში და თქვი, რომ მე ქართული მუსიკას თუ არ გავაკეთებ, ჩემი გაკეთებულ არაქართულ მუსიკას არანაირი ფასი არ აქვს. აი ეს აღიარება იყო უდიდესი. და ეს აღიარებები არა მარტო მუსიკაში წამოვიდა, ცხოვრებისეულად წამოვიდა ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებით ჩემს ცხოვრებაში. და მუსიკაზაცაც მოედო და ეს ვხედავთ მაგ შედეგს როგორც მოედო. გადარჩენა ხსენი, რას გულისხმობ გადარჩენაში? ჩამოვარდი სადღაც 5 მეტრიდან 5 მეტრ რაღაციდან გადმოვარდი და 6 თვე ვიწექი და ვერ დავდიოდი და ეხლა ძალიან ცოტა შეზღუდული ვარ კლინემალად. ბერლინში მოხდა ეს, გადაარტმიჩნეს ფეხები ისე და ხო ხტებ ეს იყო ერთწლიანი რაღაცა ორონტრიალი ოჯოჯოხეთის, საიდანაც გამოვძვერი. და რო გამოვძვერი, სხვა შანსი არ მქონდა გულწრფელობის გარდა საკუთარ თავთან, იმიტომ რომ კიდევ იგივე ეს ჩამოვარდნაც მე რაღაცა იდეურად მგონია, რომ რაღაცა დაკარგულობა მიმიყვანა, რომ გადმომაგდო რაღაცა ძალამ, რომ გამაჩერა, იმიტომ რომ იმ მომენტში ძალიან ის ქარს დავყვებოდი. რომ დაუბრუნდეთ ხალხის რეაქციას, მაინტერესებს პირველად, როდესაც წარადგინეთ პირამდე, ეს იყო უდიდესი სატირა, პირველად რომ ნახე პირამდე, რამდენჯერმე მომიწია, ნახო, იმიტომ რომ მაინტერესებდა, რომ ეს ადამიანი დაგვცინის თქო. რას შევა თქო, მაინტერესებდა იდეა. მე კი ჩავწვდი და ანუ ეგონად თამადა. მომოცეკოვი ეგონე მე. ნუ არ ზბონი ნათქვამიც აქ, რომ რამდენჯერმე გაუჩერებია. ვერც დავიჯერო ვინ არის. ვერ იცნეს დავიჯერო ვინ არის. კი, მაგრამ ეგ ეგონათ ხა. ეხლა საქართველოში მე ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ მართლა ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს და უცებ იგებენ შენზე ვინ. ეგრეც არ არის. ეხლაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ჭანო ვინ არის, თამადა ვინ არის და ასე შემდეგ. დღესთან დავაკავშიროთ ეს, აი მაგალითად არაფერთან ეგრეა. ან ტელევიზიაში არ ვზივარ, ხო? ახლა მე ხო ტელევიზიაში ყოველდღე არ ვზივარ. არის რაღაცა თაობები, რომლებიც მხოლოდ ტელევიზიით იგებენ. ნუ ეს საუბრობთ ალბათ 60-70 პლუს ეხლა ეგენ ყველანი Facebook-ზე არიან. დღეს დიავით, მაგრამ ანუ აი როგორ შეიძლება მაგალითად აი ჭანო არ იცოდე, რომელიც რამდენი წელია უკვე ცეკვავს და მართლა არ ვიცი. უბრალოდ რაღაცა პატარა ისტორია მოვყევი, რომ ვიღაცა შეშლია თქო, რატომ ვამბობ ამას იცი? ჩვენ ხო ყოველთვის იმაზე ვბრძოლობთ, რომ ჩვენი ქართული კულტურა და ეს ადამიანი პირდაპირ არის წარმომადგენელი ამ ქართული კულტურის ტრადიციების. Facebook-ზე არიან. დღეს დიავით, მაგრამ ანუ აი როგორ შეიძლება მაგალითად აი ჭანო არ იცოდე, რომელიც რამდენი ეგ რამდენჯერ შენი და აკუსტიკის დუეტი. ცოტა შეს კი რომელიღაცა ინტერვიუში ვიღაცამ გითხრა შენ რა აკუსტიკასთან გაქვს რაღაც გაკეთებული. ხო, არა, აკუსტიკა ბენდი გონია, ვიღაცა მართლა ანუ ყველა სიმღერა არის ერთი ტიპის ქონაც, რომ აკუსტიკა არის ბენდი. ხო და ეს სასაცილოა უბრალოდ, მეტი არაფერი, კაცო, როგორ იმას ვერ იცნობენ, ვიღაცება საერთოდ არ იციან, ვინ არის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ხა. ხო, არიან კაცო, პრეზიდენტის სახელი და გვარი დღემდე მავიწყდება ხოლმე და ნუ კაი ეს ეხლა გამახსენდა რომ ბენდი გონია თუ ეს იცი რა თემა სიმღერა რო არის ხოლმე მაგალითად რა ვიცი აი დუალიპა ფიტ ვიღაცასთან და ის ფიტ რო გონია თუ აი ეგ ეს ფიტ ვინ არის ევანესთან ერთად ეხა დავდე და უჭირდი ვიღაცა დაწერს
ფიტადეს მესამე რატომ არ ჩანს რუხი კარდი აი ლექსო გონიათ ხოლმე fit რა ჩემი გიტარი ეგეთი ჰიტიც არ არის მაგრამ კარგი გვიძია კი ბატონო კარგი იყო რადგან გავიხსენეთ პირამდე მოქმედება ხდება ქორწილში ხო წლის შემდგომ ხო ანუ ქორწილის დილა რა დილა აი ჯერ მეფე და პატარძალი იქ არის მეფე პატარძალი გადიან მაგრამ მე თუ დაუკვირდები შენ რომელია სწორედ ხო მეფე და მეფე ხო და იმეც ბავშვობიდან რაღაცა მასთან BMW-ს ამბავია რა შეთვის ეგენ სხვა გეშლებოდა ალბათ BMW-ს ამბავდი და მეფეს ამბავ კარგი ბოდიში მეგობრებო ნეფე პატარძალი კიდევ იქ არის ანუ ახლა დილამდე მაინც გადიან ხო არა ესე ხელს ხდებენ და გადიან დილის 6 საათზე რა ისინიც აი დამტმარე ხალხი ალბათ რატომ მოვიდა ეს იდეა ну პირდაპირ ვქოთ დავცინოთ იმიტომ რომ მართლა დასაცინია რაც ხდება ხოლმე ქორწილებში მაგალითად დღესდღეობით და დაჟე ამბობენ რომ ქორწილი ქორწილად არ ჩაიცვლება თუ ვიღაცამ ვიღაცას არ გაარტყაო რატომ გადაწყდა ამის ასე ну ეს სატირა რატომ გამოიყენეთ ამ მუსიკალურ ტრეკზე ეს არის საუკეთესო ჩემთვის აი ეს მიგნებები არის კულტურულ ანომალიებს ვეძახენ ამ კულტურულ ანომალიებს რაც უფრო საყვარლად ლამაზად მიაწყდეს ხალხს უფრო მეტი შანსია რომ ეს ანომალიები გაქრეს ვიღაცების თვალში მაინც და 1-2 კაც მაინც აღარ ქონდეს ეს შეხედულება კულტურაზე საერთოდ იმიტომ რომ ხშირად ეს შეიძლება თქონდეს რომ კულტურა გონიათ აი ჩხუბი როგორ შეიძლება ჩხუბი იყოს კულტურა რამის ან რაღაც ტრადიცია გონიათ ვიღაცას რომ ურტყავენ ეს აღრევა ეს უცოდინრობა ჯობია დავცინოთ იმას მაგრამ აი რაღაცნაირად იმ ტრადიციებს და კულტურას რომელიც არ ჩაითვლება ანომალიად რომელსაც არ ჩავთვალ ანომალიას მაინც მოვახერხოთ და უფრო ცოტათ პატივიცეთ რომ თლად არ გადავიმტეროთ მთელი ქვეყანა მაგრამ ესა ჩემთვის ანომალია სმის კულტურა ამ წუთას რომელსაც კულტურას მე აღარ დაუძახებ არის ანომალია კულტურული ჩხუბი რა თქმა უნდა ეს როგორც რატო უნდა იყოს ჩხუბი ეს ხო არ არის UFC ქორწილია რატო უნდა მოხდეს ჩხუბი ქორწილი მქონდა და იქაც ყველას უყურდა ჩხუბი რატო არ ხდება რა რატო უნდა მოხდეს ვითომ ხუმრობდნენ მაგრამ აი ამის გარეშე ხორცილი ეს ეთყობა დალოცვა ნეფე პატარძლის რო ანუ აი არაფერი დალოცვა არ არის ეს არის ცხოველობა მეტი არაფერი და ვიღაცებს გონიათ ხოლმე რომ რახან თამადა დავარქვი მე თამადის ინსტიტუციას საერთოდ ეს უკვე მეცინება ამას რომ ვამბობ თამადის მაგრამ საერთოდ არ მაქვს ის განცდა რომ რაღაცნაირად მე ვინმე თამადას შეურაცხყოფას ვაკეთებ ამით იმიტომ რომ თამადა არის რაღაცა სიტყვა და არა ვიღაცა რომელსაც მინდა მე დავირქვე ვისაც უნდა დაირქვას კაცო ჩემი რაღაცა ის არ მაქვს საუბრო ნიშანი ხლება მაგრამ რადგან დავიწყეთ საუბარი ქორწილზე და ასე შემდეგ წინა წელს შენ იყავი ქორწილის მთავარი პერსონაჟი ქორწილი გქონდა დაოჯახდი თუმცა არც დარჩენს შენი მეუღლე არც სოციალურ ქსელებში გაქვს ფოტოები და თამადაზე არ მაქვს პეიჯებზე ჩემი პირად ცხოვრების ის არ მიყვარს რაღაცნაირად საჯაროდ ქცევა და ისედაც ნინისთან ერთად ნინი ისედაც წუხდება ჩემით გარეთ რო ვარც და საერთოდ არ არის აუცილებელი რომ ხან არც მას აქვს სურვილი ესე მგონია და არც მე მაქვს მაწვანილი რა ნინის შენი შემოქმედება ალბათ ვერ გახდებოდა ჩემი მეუღლე ჩემი შემოქმედება რო არ მაწვავდეს არა რატომ მაგას ეს შემთხვევაა ჩემი შემოქმედება არის ჩემი ცხოვრება ჩემი შემოქმედება არის ჩემი ცხოვრების ანარეკლი და შენ წარმოიდგინე შენ მეუღლეს რომ შენი ცხოვრების ანარეკლი არ ევასება რაირად გახდება შენი მეუღლე ეკითხები ხოლმე აზრს აი მაგათად რამე ახალი სულ ძალიან კარგი გემოვნება აქვს და რომელია მისი საყვარელი ტრეკი შენ
თამადა. ძალიან ხშირად წამბობს სხვადასხვას. ეხლა არის გონი შვება უყვარს ძალიან. ეხლა ამ წუთას. როგორც ვიცი, ის დაკავშირებული. და შვება უყვარს და დავრჩი მარტო ეხლა ბოლო, რომელიც გამოვიდა ეხლა თამთუში. არ ვიცი, მე მოწონს რა. სხვა რომელიმე სხვას მეტყვის. ეხლა როგორც ვიცი ეგორია. რომელი ნოსეთი ცოტა ბანალური კითხვა რომელიმე შენი ტრეკი არის დაკავშირებული შენს ქორწილთან, შენს მეორე ნახევართან. თუ არის რა სოდეს არ რა სოდეს არ ბანალური არ მგონია, იმიტომ ვინ ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე რა ინუ აი ამ ტრეკი დავწერე, როდესაც დავშორდი, როდესაც შემიყვარდა, როდესაც მეც დამიწერია, მაგრამ არანაირი კავშირი არ ქონია ტექსტობრივი მომხდართან. ანუ უბრალოდ ემოციური გქონია ხო. აი თორე ანუ დავრჩი მარტო რომ დავწერე, მაგალითად ჩემ ნათესავთან ყო ზესტამოში და ასე მარტო დავრჩი თორე ანუ დავრჩი მარტო საერთოდ არ არის რაღაც სიმარტოვესთან დაკავშირებული ფიზიკურ სიმარტოვეს. ფიზიკურ სიმარტოვე ხო, ანუ უფრო ცნობიერის მარტო დარჩენას და. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი იწყებს რაღაც პროდუქტზე მუშაობას, სურვილი კი გააქვს, რა მინდა რომ გაისროლოს ამ პროექტმა და რაღაც, მაგრამ რამდენად გქონდა იმისი მოლოდინი, რომ აი თამადა გახდებოდა აი ამ ხელა. ამიგა ვარაუშა. ოკელა რა. კარგი ადამიანი უნდა იყოს ბევრიო. ოღონდ არა ჩარპტოდი არის ბრო. ნუ ნებები გეთახმებით მეგობრებო. ხო და თავიდან არ მქონდა მოლოდინი, მარტო გითხრა შინაგანით ეხა რაღაცას ვატრაკებ ეხა როგორ არ მქონდა. სურვილი გქონდა მოლოდინი არა სურვილი. იმდენად ხვდებოდი რა იყო გასაკეთებელით, რომ აი მე არ ვიცი ეგეთ ვითარებაში ჯერ არასოდეს არ ყოფილვარ ჩემ ცხოვრებაში, რომ ძალიან კარგად ხვდებოდი რა არის გასაკეთებელი. და ყველაფერს ძალიან კარგად მიუყვებოდი. რაღაცა მომენტამდე. და ეს ფორმულა როგორ აღმოაჩინე? ხო და არ ვიცი, ეს არის საქართველოს ელექტრონული მუსიკა შემოვიდა 2000 აი ესეთ მასობრივად, უბრალოდ 2012, 13, 14 კლუბი გაიხსნა ფასიანი ის. მაშინ რომ გამეკეთებინა ამ ყველაფერს ეგრევე დამიქენსელებდრე. ანუ ეგრევე, იმიტომ რომ ახალი იყო და იდეეს რაღაცა ფანოქს დაუძახებდნენ იმას. ეს არ გვინდა ახლა, მაგრამ რო გავიდა პერიოდი და ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდა მსმენელი და მაინც კაი ქართული ელექტრონული მუსიკა ყურს აკავდა. იმიტომ რომ ყველა შეუყვარდა ელექტრონული მუსიკა, მაგრამ არ არსებობდა ქართული ელექტრონული მუსიკა. კი, ნიკა კოისაკ გაკეთებული 98-ში ვედინგები და მთელი ამბები, რომელიც ეხა გამოუშვა. იმიტომ რომ თვითონაც ალბათ ხვდებოდა რომ მომენტი ვერ დადგა მაგის გამოცემის და ეხლა რაღაცა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში იყო ეგ მომენტი რომ ახლა გამოუშვა, ანუ როდესაც უკვე თამადა პროექტი ჩაშვებული. კი, ხო, მაგრამ ვიცოდი ხო ის ფრეკელს ვიცოდით მაკედან და ბევრი. ანუ რაღაცნაირად დადგა ხალხის მოთხოვნილება ყურმა მოითხოვა და უფრო ისწავლეს მუსიკა, უფრო შევიდნენ ხარისხში, იმიტომ რომ ხარისხი რო არ იცოდე, რა კაი ხარისხია მაგალითად თამადა, შეიძლება ვიღაცა მარტო ხარისხის გამო წეს თამადას პატივი, რომ რა კარგად არის გაკეთებული. თორე თვითონ იდეა შეიძლება ვერ იტანდეს იდეას, ხო? ამიტომ უფრო მზად იყო ხალხი, ვიცოდი რომ სწორ გზაზე მივდიოდი, მაგრამ რაღაც შეცდომები მეც დაუშვი ხა შეცდომები იმ თვალსაზრისით რომ რაღაცა კომპრომისებზე შეიძლება წავედი რამდენჯერმე, იმიტომ რომ აღარ მქონდა რაღაცა ეს ამხელა პანკური ენერგია ჩემში აღარ იყო 30 წელს უკვე გადავჩილდი, როდესაც თამადა პოპულარული გახდა. კომპრომისზე წავდი, რას გულისხმობ, საკუთარ თავის ღალატი თუ არა, საკუთარ თავის ღალატი, აი მაგალითად თამადა, აი იგივე ვიღაცისთვის შეიძლება შიშის ტრეკი რაღაცა კომპრომისი ყოფილიყო. ამ დროს ჩემთვის თუნდაც თავისუფალი ვიყავი მაგ მომენტში, მაგრამ ეგრე გამოდგა ვიღაცისთვის შეიძლება შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ თამადის ეს რაღაცა ცოტა ანდერგრაუნდული ის ამოუწია ძალიან მაღლა ან ხო ბევრი ეგეთი რაღაცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იმდენად არ არის როგორც მუსიკოსთვის და შეიძლება ვიღაცა მსმენელი განაწყენდა რაღაცა ეგეთი თორე. და ჩემთვის რა თქმა უნდა პკინეული იყო ეგ. რას ფიქრობ, როდის გახდა თამადა ძალიან ცნობილი? ალბათ შიშის მერე. კი, შიშის მერე. ანუ მანამდე
პირამდე ტიკები რაღაცა ეგეთები იყო და შიში იყო, რომელმაც უკვე ძალიან მასაზე გავიდა და გატიკტოკდა, ხო, ანუ ბუსტი იყო რაღაცა კი. მასობრივის. რას ფიქრობ საქართველოში რატომ არის დღემდე და შეგახსენეთ რომ 2025 წელია საზოგადოების აზრის მნიშვნელობა. მენტალიტეტი არის ეგეთი, რომ მეზობელი რას ფიქრობს იმაზე. ეხლა უკვე Facebook-ზე შევიდა ყველა და ყველას შეუძლია დააფიქსიროს აზრი და გონია რომ არ ვიცი თუ ვინ არის. რაღაცა არ ვიცი. საბოლოო ჯამში ალბათ ეგ ყველაფერი მიდის მენტალიტეტთან, პატარა ქვეყანასთან. ხომ არ აი ამ რაღაცა კომუნიზმის შემდეგი პერიოდია, რომ ყველანი ერთად ცხოვრობდნენ, კარგად, ერთად, რაღაცა სერიალებს 90-იანებში ვიღაცას ტელევიზორი ქონდა, იმიტომ რომ შემდეგ სხვისი აზრი განერვებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს არ უღრმავდები. როდესაც საკუთარ მეზე მუშაობ, სხვისი აზრი საერთოდ აღარ არსებობს მე, იმიტომ რომ შენი აზრების გეყოფა საკუთარ თავზე. და საკუთარ თავზე როდესაც აზრი არ გაგაჩნია და არც სკოლამ გასწავლა, არც მშობლებმა გასწავლეს და არაფინ რომ საკუთარ მეში ჩახვიდე, შემდეგ უკვე გადარდებს სხვისი აზრების, სხვის ცხოვრებაში ყოფ, მე შენ თვითონ სკვირს, იმიტომ რომ შენ ცხოვრება იმდენად აუტანელია, რომ საერთოდ არ გინდა მანდ ყოფნა. ამიტომ ჩადიხარ სხვის ცხოვრებაში, შეერევე. სხვის ყოფს მაგასთან, ან მანდ ზენი და ყველანი. თორე შენ საკუთარ თავზე რო იფიქრო და ჩახვიდე, ძალიან რთული არის. ამას ყველაფერს ძალიან დიდი სიმამაცე, გამბედაობა და ძალა ჭირდება. ვიტი არაფერი განათლება. კი ბატონო, შენ მესთან დასაჯახებლად გაცდებით უფრო მეტი შრომა გჭირდება და მეტი ნერვების და მეტად იფიტები, ვიდრე სხვას რომ სხვის ცხოვრებაში ჩაერეს მარტივია. და ამიტომ მარტივ გზებს ეძებს მოსახლეობა მარტივ გზებს ეძებს მაშინ, როდესაც არ იცის არ აქვს განათლება. ის განათლება რომელიც საკუთარ თავში გაუხსნის ძიებას. როგორ მოხდა ეს გაფიცად? ნუ აი მათხოვი მოვიცმევ და მე უკვე რო ვერ. აი ამას მეც მოგპარავდი სიმართლე რომ გითხრა ზალხო ესეც ძალამაზია. მაშინ დევდარიანის ნამუშევარი. ყველა ეს არის ზუსტ პაკისტანელის ტაილანდში რო უკრავდი მაგალითად. მაშინ დევდარიანის რომ დაგია. ეს არის ლაშესი. აქ სხვა ეს არის ლაშესი კიდე. ჩემი კიდე იქითაც მეწვია და სხვა სახლშიც. რომელია შენი საყვარელი? ეს ამიყვარს პირველად რომელი კეცო? ეს მეცვობს სუპირად. ხო? არა, სუპირად გონი სურათში მეცვალად ის ჩემი არის ეს მასე ჩამაცვა და მივიდა. ბოლოს როდის დაცინე შენ თავს? დაცინე მე ზოგადად აი თვითირონია სთან როგორ ხარ? პერიოდები მაქვს ხოლმე, როდესაც საკუთარ თავს ვერ ვცნობ, როდესაც არ მეცინება საკუთარ ფეილებზე. აი რა რომ შეგიძლია მაგალითი ნიყვანო? აი რა უნდა იყოს შენს ცხოვრებაში ესეთი ფეილი რომ დრო გავიდეს და არ გამეცინება. ხო. ხო და ეგ არის ხოლმე პერიოდები და ეგ არის თავისთავად დასაცინი ხოლმე ჩემთვის, რომ აი როგორ არ გეცინება ამაზე. აი ეგ არის ხოლმე, რასაც დავუშვი და რა ვიცი, ბოლო პერიოდში ბევრჯერ ყოფილა, რომ უბრალოდ რაღაცაზე რომ ნერვიულობ, რაღაცა ძალიან აკდებულად მოვიხსენებ მე საკუთარ თავს. რატომ ვახსენე თვითირონია? სხვათა შორის სხვა ინტერვიუშიც გაქვს ნათქვამი და აღნიშნული ჭარბწონიანებიო და რაღაცა გაწუხებს ეს საკითხი შენ. აი მე პირადად ძალიან მაკომპლექსებს ამ ეტაპზე ჩემი წონა, რადგან ვთვლი რომ მოვიმატე უზომოდ და დისკომფორტი მაქვს რაღაც აი შენს განიცდი ამას. იმიტომ რომ კი, განვიცდი ბავშვობიდან განვიცდი მაგას ყოველთვის და მქონია პერიოდები, როდესაც მიმიხედავს მაგას, მაგრამ საბოლოო ჯამში აი სულ მაგასთან ბრძოლაში ვარ. ეს თამადის დარქმევამ ცოტა იმას მეკნა. ხო და ეგ უნდა მეთქვა რომ თამად რაღაც ისეთი აღჭურვილობა გახდა, რომ აი შეგიძლია ნახევრად შეშველი გახვიდეს სცენაზე და აი ამას ხო ჭირდება ძალიან დიდი სითამამე. მე მაგალითად ვერ აუცილებლად ოვერსაიზ უნდა მეცვას, რაც უნდა ვიყო რომ დავმალ. ხო, არა, მეც რაღაც ბევრი კომპლექსი მაქვს მწონასთან დაკავშირებული, მაგრამ
როდესაც იმას ვიცმევ, ხალხს მეგრემ უკვე მარტო მუსიკა და მე ვრჩებით. აი როგორ თქო, მე ეს ლაშას კომპლექსები ძალიან იკარგება. ანუ თამადა ესეთი მართლა გმირის თამადა საერთოდ არ არის კომპლექსიანი, ესე რა, თამადას ვაფშე. როგორ გითხრა? ის არის რაც ლაშას უნდა და გამختარიყო ხშირად. ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ არ აქვს კომპლექსები, გადის სცენაზე, ანუ იქ თუ რაღაცნაირად და კომპლექსთა თამადა, ესე კონცერტი არ მიდის კარგად. თუ ლაშამ ულაწონა. რა შემთხვევაში შეიძლება ლაშამ და კომპლექსოს თამადა? ყოფილა ესე? კი, ყოფილა, როდესაც არ უყოფილვარ თამადის გარემოში, მაგალითად, ქორწილში დამიკრავს რაღაც კორპორატიულზე, სადაც აი ხო ან რაღაცა გადამული ყოფილა 5-6 კონცერტი თუ კვირაში და ძალიან დაღლილი ხარ და ბოლოებს ვეღარ კაჩავ და მე მივხვდი რომ აღარ უნდა ვქნა. იმიტომ რომ ყველა თავის დროზე ყველა თამადას კონცერტი და ასევე კავშირში იყო ალკოჰოლის დალევასთან. შემდეგ უკვე მაგას თავი დავანებე ასე თუ ისე რომ იმდენი კონცერტი იყო რომ ეს უკვე ალკოჰოლიზმში გადადიოდა და თქვი ცოტა მოგვიანებით მინდოდა, მაგრამ ხარ რადგან დაიწყე თვის განმავლობაში 24 ბოთლს სვავდიო. ანუ გაჩნია რამდენი კონცერტი იყო. ანუ ნიკოლოზის დოკ ცოტა არის. ანუ მაგასთან თვის განმავლობაში. გაჩნია რა ბოთს. ნუ რა ვიცი ალბათ ალბათ მეცაც ალბათ, მაგრამ არა ალკოჰოლს 24. ნუ ვთქვათ, კაი, მოდივით რომ ჯეკ დენიელს იყოს, ჯეკ დენიელს არა, 24-ს როგორ დავლებთ. გვინო შეიძლება დამელია თითო კონცერტზე 2 ბოთლი, 3 ბოთლი. ხოთ შორის ამ შენ ნათქვამმა ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ინტერნეტ სივრცეში და ძალიან გამიკვირდა ქართველებისგან, როდიდან გვიკვირს ალკოჰოლზე. დრაგამ მე არ მინახავს, ძალიან ბევრი სტატია, ძალიან ბევრი ხმამაღალი ნათქვამია, რამდენიმე სტატია, როდესაც ამზადებოდი ინტერვიუსთვის, ნახე რომ აი თამადამ თქვა 24 ბოთლი და ეს 24 ბოთლი ძალიან ისე ეჟღერდა თვის განმავლობაშიო და აი გამიკვირდა რომ ძალიან ბევრი სვამს თვეში. ხო და იქ გამიკვირდა რომ როდიდან გვიკვირს ქართველებს ალკოჰოლთან რაღაც ნეტა გვიკვირდეს, ნეტა იქ ამერიკაზე თელას უნდა გვიკვირდეს მაშინ. ხო, ახლა კლოუნს კლოუნი რო წაიქცეოდა, იმიტომ გეცნება რომ შენ არ ხარ ეგ კლოუნი, იგივე გამოდის, რომ თამადა სვამს 24 და ნახე ეს ლოთი ყოფილა. ამ დროს თვითონ აქ შეიძლება 34 დადებოდნენ თვეში. ხო, მაგრამ თუ ხომ არ ვიცი რა. მე არ ვიცი, მაგრამ ვიღაცა ამბობს, ამიტომ ის არის კლოუნი. ის ვარდება, თორემ შეიძლება მეც წავიკეცი იმ დღეს, მაგრამ საკუთარ თავზე ხوار გავიცინებ. თამადა კლოუნია. ლაშა 2023-ში და 2024-ში ძალიან აქტიური იყავი რაღაც სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან უსავალნად ნუ აქტიურად ანთავსებდი ხოლმე პოსტებს Facebook-ზე. სარკასტულ ხო, როგორც ეკადრება თამადას არ ყოფილვარ რაღაცა ესეთი აქტივიზმში ჩართული, არასოდეს არ ყოფილვარ ისე. თუმცა შევამჩნიე რომ 2025-ში რაც იკლო ამ პოსტებთან და რასთან ეს დაკავშირება ალბათ იმიტომ რომ ტურებში ხარ თუ არა ტურები ერთი მეორეც ცოტა რამე მაქვს ახლა რაღაცა უბრალოდ რაღაცის გადაჭრის მეთოდები თუ არ ვიცი ხუმრობის დრო არ არის ახლა და ვარჩუმად რომ არ ვიცი ამ სიტუაციიდან როგორ გამოვძვრეთ და რა შევთავაზო ხალხს ისედაც ყველას აბნევს ყველა რაღაცას ლაპარაკობს უსაფუძვლოდ ძალიან ბევრი მათ შორის და არავინ არ იცის გადაჭრის გზები პრობლემის, ამიტომ თუ პრობლემის გზების გადაჭრა არ გაქვს, მაშინ ჯობია ჩუმად იყო, ჩემი აზრით. იმიტომ რომ ამდენი ლაპარაკი, ამდენი არ თქმა ჯობია ყველაფრის თქმას. ნუ რაც წელზე მოგადია. კომპეტენტური რამაგათა თუ არ ხარ კომპეტენტურაცა კი რა თქმა უნდა აჯობებს ჩუმად. თორე მე ყოველთვის რაღაც მომენტებში ეხლაც ვაფიქსირებ ჩემ აზრს და ვერ ვიქნები აქტივისტი, იმიტომ რომ ამით ჩემი შემოქმედება ყვდება მართლა, იმიტომ რომ მაგაში რო ჩავერთო, ამას იმაზე მეტი ენერგია ჭირდება, ვიდრე საერთოდ მუსიკალურ. იმიტომ ამ ქვეყანაში არ ჩერდება ეს რაღაც პერიოდები არ არის, ეს არის სულ
და იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ქვეყანას მართავს 13 წელზე მეტი ხალხი და ეს არაპირებენ არსად წასვლას, ეს იქნება სულ ესე და მე რო ჩავება, მაშინ სულ მაგაში უნდა ვიყო. ამიტომ რაღაცა არ მგონია სწორედ რომ ეგ ჩემი საქმეა. ზოგადად ვარ დაკვირვებული, რომ კულტურა და პოლიტიკა საქართველოში ძალიან არის არეული ერთმანეთში. ანუ რაღაცა ერთმანეთსგან ვერ მიჯნავენ. აი, ვერ ხვდები რატომ არის ეს. მე არ მგონია რომ საერთოდ უნდა დაიმიჯნოს ხელოვნება, სპორტი, კულტურა ერთმანეთისგან და პოლიტიკა. ანუ ჩვენ მაგის ფუფუნება ამ წუთას არ გვაქვს საქართველოში, რომ აი გამიჯნურებმა ვიცხოვროთ. როგორ შეიძლება აი ერთი ბეწო ქვეყანა ვართ და მე გავმიჯნო რა ვინ მართავს არ უნდა მაინტერესებდეს რა ხდება ჩემ ქვეყანაში არ მაინტერესებდეს და უბრალოდ ვიღიღინო საბჭოთა კავშირი ხო არ არის კაც ეს საბჭოთა კავშირი იყო გამიჯნა მაგის ფუფუნება რომ დაგვიდგება როგორც შვეიცარიას უდგას ამ წუთას რომ გაიმიჯნოს და მუსიკოს მარც იცოდეს პრემიერ-მინისტრი ვინ არის იმიტომ რომ სისტემა იყოს ისეთ ჩამოყალიბებული ქვეყანაში როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს იმ დონეზე მოდიან ეს ესე რომ იქნება დიდი სიამოვნებით ჩემ ცხრის კი არა საერთოდ ერთ სიტყვას არ ვიტყვი პოლიტიკაზე მაგს ეგ არის ჩემი ოცნება რომ მართლა გაიმიჯნოს მაგრამ ახლა ვინც მაგას ამბობ რომ მოდი გავმიჯნოთო ჩემთვის არის საკუთარი თავის მტერი ჩემიც არა საკუთარი თავის მტერი იმიტომ რომ ესე იგი შიშის მეტი მაგას არავის არ ათქმევინებს რას ფიქრობ რა უნდა მოხდეს ისეთი რომ დაგვიდგეს ეს პერიოდი რომ შევძლოთ ამის გამიჯვნა ადამიანებმა მეტი განათლება უნდა მიიღონ, მეტად ჩაუღმავდნენ საკუთარ თავს, როგორც დავიწყეთ თავიდან და არ ელოდებოდნენ ვიღაცა ღმერთს ან მეფეს, რომ რაღაცას გადაუგდებს. ანუ სისტემურად არის შესაძლებელი, მენტალურად არის შესაძლებელი ეს სისტემა და ეხლა მე მართლა ვერ ხედავ ვერანაირ შესაძლებლობას მაგის შეცვლის იმის რომ გეთანხმები რომ პრობლემა არის განათლებაში რომ ადამიანს არის რაღაც ვაკუუმში არ აქვს ცუდომა რაღაც ობიექტურ ინფორმაციასთან თუმცა მაინტერესებს რამდენი დრო გვჭირდება ჩვენ ქართველებს რომ შევძლოთ ეს მენტალიტეტის შეცვლა ახლა შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემგან რომ აი ვაიმე მე მინდა რომ არა ახალი ქართველის გამოყვანაზე მე არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ იმაზე რომ ქართველ ადამიანს აღარ მოუდეს მეფე და საკუთარი თავის იმედი ქონდეს და არ უქონდეს ვიღაცის იმედი რომელიც რაღაცას გადმოუგდებს იმიტომ რომ იზარმაცა და არაფერი არ ისწავლა შენი აზრით ეს რეალურია ჩვენს რეალურია ყოველთვის ყველაფერი კარგი რაც არის რეალური მაშინ ვიმედოვნოთ რომ ეს მეც დიდი იმედი მაქვს რომ მომავალი თაობები შეძლებენ და გადალახავენ აი იმას სვის ლოდინს მოკლედ სისტემის შეცვლა სხვანაირად არ მოხდება ეხლა კი მთავრობების ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ახალ სულს ბერავს საზოგადოებას მაგრამ დიდ სურათში დიდი არაფერი არ იცვლება თუ სისტემა არ შეიცვალა სასამართლო სისტემა და ასე შემდეგ. ამ დეტალებზე საუბარი სხვათა შორის ახლა მართლა არ შემიძლია. არც ვიცი სოლუშენი არ ვიცი და ახლა სოლუშენი მე ვიცი ძალიან გენერალური რაღაცა თეორიული უტოპიური შეიძლება იყოს. ხო ახლა ამ საზოგადოებიდან იმას ვერ მივიღებ ზუსტად ვიცი. ამიტომ ველოდები მომავალ თაობებს. მაგაში ასე. გვინდა რა არის ლაშას თავარი შიში და თამადას ორი ისეც მარტივად სვამ ძალიან რთულ კითხვას თავარი შიში აი ალბათ მაინც მივდივარ ხალხზე რა მე რა რომ აი საღაზრს რო კარგავს საზოგადოება მაგაზე მეტად მგონი სიკვდილისაც არ მეშინია მართლა ის საღიაზრი როა დაკარგული და უსამართლობა რო არის ყველგან აი უსამართლობა მანადგურებს ყველაზე მეტად რომ უსაფუძვლოდ რომ ადამიანს შეუძლია გაგასწოროს მიწასთან გაასწოროს სხვა ადამიანი
როდესაც საღაზრს კარგავს და უბრალოდ ჩამოკიდებული ხდება ვიღაცის პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ აზროვნებაზე და უბრალოდ შემსრულებელია, როდესაც ადამიანი თავისუფლებას კარგავს, საკუთარი თავს ვერ აკონტროლებს და სხვისი მარიონეტი ხდება. აი საღი აზრის დაკარგვა ჩემთვის არის ყველაზე საშიში და ყველაზე მეტად რაზეც მაცახსახებდა ვიბნევი არის ეს. იმიტომ რომ მეგონა რომ ჩემ ცხოვრებაში მაინც ისე გავატარებდი ჩემ ცხოვრებას, რომ საღი აზრი არ დაიკარგებოდა და ეხლა ვუყურებ, რომ აი ფრიანად დედამიწაზე იკარგება და ძალიან ის არის. ეგ არის ყველაზე დიდი სტრესი ჩემთვის და შფოთვის მიზეზი. და თამადას თავარი შიში. თავადის თავარი შიში არის რომ აი თავადას მართლა რა, რომ აი მის რაღაცების გამო არ შეწყვიტოს, მაგრამ არსებობა. და ცოტა ფრთხილად აი სიფრთხილე უფრო არის ვიდრე შიში რაღაცნაირად, რომ არ შეწყვიტოს, იმიტომ რომ თამადას თუ მიუშვებ ხოლმე მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებს ძალიან ხშირად. თუ ძალიან გაიშალა ხოლმე ფრთები და ცოტა არ და ერთმანეთი უნდა ვასაზრდოოთ. და ეგ არის. ბოლოს როდის შეგარცხვინა თამადამ? ალბათ რაღაცა ინტერვიუებში ძალიან თამადასთან რო ჩამოურთვევიათ ინტერვიუ, ხო? ანუ რაღაც სცენაზე რაღაც სიგიჟე მithქვამს თამადის სახელით. ისეთი რაც მე ცოტა მინანია ხო, იმიტომ რომ ზედმეტად ასე უგიუზრდელი ანუ ალბათ ბევრჯერ შეურცხვენიორი კაც. ეგ მაგისთვის არის, რომ დამაჯახოს ხოლმე ჩემი რეალური დემონებთან. მადლობა. მადლობა შენ.